მოგესალმებით მეგობრებო. ეთერშია პროექტი ვერიტას, მე მისი წამყვანი ირაკლი მეფარიშვილი გთავაზობს სტუმრად ლია ბარათაშვილს. მოგესალმებით თქვენს, მადლობა რომ დამპატიჟეთ ამ პროექტში. მოხარული ვარ. მაყურებელს მინდა გავაცნო თქვენი თავი, თქვენ ბრძანდებით ასტროლოგი. ასტროლოგი ვარ. ამავე დროს ბრძანდებით მათემატიკოსი. მათემატიკოსიც და ვიყავი უფრო სწორედ, მოდით ასე ვთქვა. ასტროლოგიური განათლება, კონკრეტულად უმაღლესი განათლება მიიღეთ მოსკოვში, ხო? დიახ, ანუ მე აქ დავამთავრე მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი უნივერსიტეტის. მე რაღაც პერიოდის მერე წავედი მოსკოვში, 5 წელი ვისწავლე. იქ მე ვასწავლიდი, დამტოვეს როგორც არჩინებული სტუდენტი, რაც ძალიან მიამაყება. მე-5 კურსიდან დამტოვეს იქ, მუშაობდი ცენტრში, ასტროლოგიურ ცენტრში, ლექციებს ვკითხულობდი. მე მომიწია, მართალი გითხრათ, არ ვაპირებდი, მაგრამ ოჯახური პირობების გამო მომიწია დაბრუნება საქართველოში და 2003 წლიდან აქ მე თვითონ, რა თქმა უნდა 2003 წელს ამან პატარა მასშტაბები ქონდა, აქ შევქმნილი სკოლა ასტროლოგიური და იმის მერე ვარ სკოლის ხელმძღვანელი. და ასტროლოგიური ცოდნის გავრცელება სიამაყედ შემიძლია ვთქვა, რომ დიდი წვლილი მაქვს შეტანილი აი ამ ცნობიერების ამაღლებაში. კეთილი. მე მოხარული ვარ რომ მობრძანდი თქვენ, მანამდეც მქონდა სხვა ასტროლოგებთან საჯარო დისკუსიის სურვილი, მაგრამ არ დამთანხმდნენ. თქვენ კი პირველივე ასე შეთავაზებაზე გაბედულად მობრძანდით ჩემთან. მიხარია სწორედ ეს ფაქტი. ეხლა კი მოდი ვისაუბროთ თავად ასტროლოგიაზე, როგორც მოვლენაზე. მე რამდენადაც ხვდები ასტროლოგიას საკმაოდ დიდი გავლენა აქვს ქართულ საზოგადოებაში. არა მარტო ქართულზე. თავისთავად არა მარტო ქართულზე. ეს 90-იანი წლების. მინდა გითხრათ, პამპატიეთ რომ შეგაწყვეტინებთ, არსებობს უზარმაზარი საერთაშორისო ასოციაცია ასტროლოგების, რომელიც ატარებს ძალიან სერიოზულ კვლევებს, შედიან ძალიან სერიოზული მეცნიერები იქ და ასე რომ საკმაოდ მასშტაბურია ეს თემა. კი ბატონო. და 90-იან წლებში მინდოდა სწორედ მეთქვა, რომ რაღაცნაირად ეს ასტროლოგიის თემა მაშინ მე მგონი არ ვიცი რამდენად ახალი იყო თუ არ იყო, მაგრამ საზოგადოება დიდი ინტერესით აკვირდებოდა ამ ასტროლოგიურ პროგნოზებს, დადებით, ანუ უარყოფით დღეების პროგნოზებს. და დღესაც აქ მე მგონი გარკვეული გავლენა, ხო? ანუ თქვენ მე მესაუბრებით ყვითელ ასტროლოგიაზე. ის რაზეც თქვენ მესაუბრებით, მე ეს არის ყვითელი ასტროლოგია და ამაზე ბევრჯერ მაქვს საჯაროდ ამაზე საუბარი, რომ ყვითელი ასტროლოგია მე შემიძლია უკვე გიპასუხოთ თქვენ თუ გინდათ რამე დავამატოთ? მე მინდა აი ესეთი კითხვით დავიწყოთ. რატომ არის ასტროლოგია ვალიდური რაიმე ცოდნა, რომელსაც აქვს თუ არა მას გარკვეული ემპირიული შემოწმების მექანიზმები, შესაძლებელია თუ არა ასტროლოგიის მტკიცებები მივიღოთ როგორც შემოწმებადი ფაქტები, განმეორებადი, ასე ვთქვათ, კანონზომიერებები ახასიათებს და ეს პრაქტიკა არის თუ არა პრაქტიკული და მეცნიერული. მოდით ასე გითხრათ, ეხლა ჩვენ რო ავიღოთ მეცნიერების განმარტება, რაც არის მაგალითად მათემატიკა, როგორც ზუსტი მეცნიერება, რა თქმა უნდა ასტროლოგიას ვერ დავარქმევ ზუსტ მეცნიერებად, თუმცა მათემატიკური აპარატი და ფიზიკური აპარატი იგდევს. ანუ მოსაზღვრე ასტროლოგია, ანუ ხელოვნებასა და მეცნიერებას შორის არის, იმიტომ რომ არის რაღაცები, ასე ეხლა მე არ დავიწყებ ტერმინოლოგიით ლაპარაკს, უბრალოდ სიტყვაზე მინდეთ, რაღაც ეხლა მათემატიკოსი ვარ და ვიცი მათემატიკური კანონები ვიცი. ანუ არის რაღაცები, რაც დაუშვებელია, რაღაც მიახლოვებები, რაც დაუშვათ მათემატიკაში ასეთი რაღაცა არ არის, ხო? მაგრამ ძალიან დიდი მათემატიკური აპარატი დევს იქ და კანონზომიერებები დევს. რა თქმა უნდა, შემოწმებადი არის. მაგრამ ნახეთ იმისთვის, რომ ჯერ ერთი თვითონ სტრუქტურა, ხო, აი ზოდიაქოს სტრუქტურა, ხო, აი რატო ნორმალური კითხვა, ეხა ნორმალური ადამიანის, აი ვიღაცა პლუტონი იქ და ურანი როგორ ახდენს ჩემზე გავლენას, ხო? ანუ ეს აბსოლუტურად ახლოსაც არ დგას ასტროლოგიაზე, რომ ვიღაცა ავლენს გავლენას. საქმე რაშია, რომ თვითონ აი ზოდიაქო რაც არის, ხო? ხო იცით, ხო, ეს ეკლიპტიკური ზოდიაქო. ეს არის კოორდინატთა სისტემა. ნახეთ,
და გეოცენტრულ სისტემაში ვართ. მათემატიკურად გვაქვს ამის ჩვენ უფლება, რომ ავიღოთ კოორდინატთა სისტემა ნებისმიერი ობიექტის მიმართ და აღწეროთ ის ობიექტი, ასე რომ აქ არაფერი დარღვევა არ არის, ხო? ეს ჰიპოთეზურია ეს გეოცენტრული სისტემა. ანუ ჰიპოთეზური მოდელია გეოცენტრული სისტემა. პტოლემეოსის მოდელია რა, ხო არიცოდნენ ადრე რომ გეოცენტრულ სხვათა შორის ბევრი საუკუნე, მათემატიკაც კი შექმნეს ისეთი, რომელიც აღწერდა ამ პროცესებს და არაფერი შეცდომა იმ მათემატიკაში არ იყო. უბრალოდ იყო აგებული ამ იმის მიმართ, ხო, ამ კოორდინატთა სისტემის მიმართ. ამიტომ აქ არაფერი დარღვევა აქ არ არის, ხო? დაყოფაც ამ ზოდიაქოსი არავითარი კავშირი თანავარსკვლავედებთან ამას არ აქვს. ნახეთ, მე ხა მესმის მეცინება ხოლმე 2 წელიწადში 3 წელიწადში ერთხელ მესმის, ვაიმე ასტროლოგია არ მუშაობს, გველმჭერის ზოდიაქო გაჩნდა. გველმჭერის ზოდიაქო ყოველთვის იყო იქ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ზოდიაქალურ ნიშნებს არავითარი კავშირი ზოდიაქალურ თანავარსკვლავებთან არ აქვს გარდა სახელებისა. რატოა სახელები დამთხევა ეს ძველი ისტორიაა და თუ დაგვრჩება დრო მაგასაც მოგიყვებით. ხო, შესაბამისად, ეს არის კოორდინატთა სისტემა თავის დაყოფის წესებით. ხო, საიდან მოდის ეს დაყოფი, როგორ დავყავით ახლა ეს ზოდიაქო ასე, ხო? თურმე ბუნებაში ხო არის რითმები თავისი, ვიცით, ხო, ჩვენ ზაფხული, გაზაფხული, ასე შემდეგ რითმები. ჩვენ გვაქვს გამოკვეთილი წერტილები ამ ბუნებაში, ეს არის გაზაფხულის და შემოდგომის დღეღამსწორობის წერტილი და ზამთრის და ზაფხულის ბუნიობის წერტილები. ეს ორი გარდამტეხი წერტილია, რომელიც ითვლება პირობითად ვთქვათ სეზონის დასაწყისად, სადაც ენერგიები, ხო, არის განსაკუთრებულად ძლიერი ენერგიებია იმისთვის რომ პირობითად რა ენერგიები? ბუნების ენერგიები. ნახეთ იმისთვის რომ ზამთრის ენერგიები დავძლიოთ, ხო, ზამთრის ენერგიები და შემოვიდეს გაზაფხული, ხო, განსაკუთრებული მუხტი ჭირდება, ხო? ანალოგიურად ყველა ეს წერტილი. შესაბამისად, მივიღეთ 4 ნაწილად დაყოფა და დანარჩენი უკვე მზის კალენდარი. დანარჩენი უკვე თვე გვაქვს, ხო, ახალმთვარობა, შემდეგი ახალმთვარობა და დაიყო თავისთავად 3 ნაწილად. გამოგვიდა 12 ნაწილად დაყოფა. ეხლა ეს გადაცემა არ არის ეხლა იმისთვის, რომ მე ეხლა დაწოლებით მოვყვე ეხლა კანზე, ჰეგელზე და სტიქიების თემებზე, ხო, ეს ერთი ლექცია გამოვიდა ძალიან დიდ დროს იმას. შემდგომ ნახეთ, სამყაროში არის ყველაფერი რითმულად. ხო, ვიცით ეს, ხო, ადამიანის ცხოვრებაც რითმებზეა, ხო, ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი, კულმინაციის წერტილი და დასასრული, ხო? ერთი რითმი გადადის მეორე რითმში, ხო? ზუსტად ასევე ასტროლოგიაშიც ნახეთ, ჩვენ ვსწავლობთ რითმებს. და ამ რითმებზე დაკვირვებით, ხო, მრავალწლიანი დაკვირვებით ამ რითმებზე ვაკეთებთ გარკვეულ დასკვნას, თუნდაც დაბნელებები ავიღოთ, ხო? ჩვენ ვამბობ დავუშვათ, რომ ეხლა ამ პერიოდში რო ხდება დაბნელება, ხო, დავუშვათ მზის დაბნელება, ხო? ასეთივე დაბნელება მოხდა 18 წლის წინ, ხო, შესაბამისად, ხო, სიტუაციები, რომელიც 18 წლის წინ იყო არაერთი. ნახეთ, მე მაქვს ასეთი დაკვირვება, ნახეთ, 18 წლის წინ მამაკაცი გაშორდა ცოლს. ხო, 18 წლის წინ. მერე გავიდა დრო, მოიყვანა მეორე ცოლი და ზუსტად იქიდან 18 წლის მერე მოხდა ისევ სიტუაცია, თითქმის ავტოავარიაში მოყვა მისი ცოლი და მადლობა ღმერთს გადარჩა, მაგრამ ანალოგიური სიტუაცია მოხდა, თუმცა სიუჟეტი შინაარსი იყო ერთი და იგივე, ორივე შემთხვევაში კარგავდა. ნახეთ, და ეს არის მრავალი საუკუნეებით შემოწმებული. ირაკლი, ნახეთ, მე რა არგუმენტი მინდა მოგიყვანოთ თქვენ, არა პირდაპირი არგუმენტი ირიბი, მაგრამ ბევრის ჩემთვის ბევრ რამეზე იძახის ლაპარაკობს ეს არგუმენტი. მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში, ხო, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ძალიან ჩნდებოდა ძალიან ბევრი მეცნიერებები, სწავლებები, რელიგიებიც კი, ნახეთ, მაგრამ ასევე სწრაფად ეს ქრებოდა ყველაფერი. რატო? რაც
არ ჯდება ჭეშმარიტ ცოდნაში, რაც არ ჯდება აი ამ ბუნების კანონებში, ხო, ის ვერ იარსებებს. ეს ეხება როგორც ეკონომიურ პროცესს, ისევე თვითონ ადამიანს ნახეთ და ის ვერ იარსებებს. კეთილი. გაბატონული, აი თქვენ რაც აღწერეთ, ანუ ეს მაინც არ არის მე მგონი პასუხი კითხვაზე, ანუ ემპირიულად როგორ მოწმდება, ხო? თქვენ კიდევ ფორმულებით შევამოწმო და აი მაგალითად თუ კი მე სიტყვაზე გონებრივ კონსტრუქციაში მოვაწყობ გარკვეულ კოორდინატთა სისტემას, სამყაროსი. ანუ ეს რატომ უნდა აღწერდეს შემდეგ რაღაცა მოვლენებს, ანუ ადამიანთა მოქმედებების პროგნოზირებას ან არ არის პროგნოზირება მთავარი, არა. თქვენ არ სწორედ იგებთ ასტროლოგიის დანიშნულებას. ერთი წუთით ამათქმევინეთ. ანუ შექმნილი ინტელექტუალური კონსტრუქცია. ხომ შეიძლება აბსოლუტურად კავშირში არ იყოს არც ერთ ფიზიკურ, ასე ვთქვათ, მოვლენებთან და ეს შექმნილი ინტელექტუალური კონსტრუქცია არსებობს ადამიანის პრაქტიკაში, მაგრამ მას არავითარი კავშირი არ აქვს სოციალურ მოქმედებებთან, ადამიანის, ასე ვთქვათ, ყოველდღიურ ცხოვრებასთან, ანუ ინტელექტუალური კონსტრუქციის შექმნის მიუხედავად. კერძოდ, აი ამ შექმნილ ინტელექტუალურ კონსტრუქციას რა გავლენა აქვს, როგორი მოქმედების ან შემოწმების აპარატი აქვს იმისათვის, რომ ადამიანთა მოქმედებები ან განსაზღვროს, ან გამოიწვევს, ან შეემოწმოს. ისევ გეუბნები, მარტივიანით გეუბნებით, ნახეთ, არ არის მასე. ანუ ასტროლოგიური რუკა, რასაც თქვენ ვნახეთ ინტელექტუალურ კონსტრუქციას, ხო? ანუ ეს რუკა არის პოტენციალი ადამიანის. ასტროლოგის დანიშნულება არ მდგომარეობა იმაში, რომ ამოიცნოს ხვალინდელი თქვენი მოქმედება. არ იმას ასტროლოგიური რუკა არის ის პოტენციური სახე, იდეალური სახე, საერთოდ შეიძლება განვითარდეს ადამიანი. თვითონ ამ ასტროლოგიურ რუკაში დევს მრავალი მოქმედებები, ანუ არჩევანი დევს მრავალი და ამოცანა ასტროლოგის ის კი არ არის, რომ პროგნოზი გააკეთოს, რომ ხვალ მანქანა დაგარტყავს. ხო, თუმცა კი ჩვენ ვიძახით, რომ ეს დაუშვათ, ის მთვარის დაბნელების დღე არის საშიში, არა იმიტომ, რომ თქვენ მანქანა დაგარტყავთ ხვალ, არამედ ემოციურად დაძაბულია, თავი შეიკავეთ, იმიტომ რომ სამყაროში სუსტი ფსიქიკის ადამიანებმა შეიძლება ეს ვერ აკონტროლონ თავის ემოციურ მდგომარეობა და შენ თუ იქნება შვიდად შეიძლება სხვა რაღაცა ხო გამოგიწვიოს რაღაცაზე. მხოლოდ და მხოლოდ ეს ასეთი ხისტი კონსტრუქციები არ არის ასტროლოგიაში. ასე ერთი წუთი დავასრულებ. ასტროლოგის ამოცანა, ნახეთ, ეს არის კოსმოლოგიური აზროვნება. ასტროლოგის ამოცანა არ არის ის, რომ თქვენ ეს იქნება ასე. არასდროს ჩემ ცხოვრებაში ასეთი პროგნოზები არ გამიკეთებია. მე პირადად, არ ვიცი, სხვაზე ვერ ვაგებ პასუხს. ანუ არის ის, რომ შენ გაჩვენოს უმჯობესი განვითარების გზები და მაშინ შენი თავისუფალი ჩვენ არა ვართ ხელოვნური ინტელექტი, არა? ჩვენ გვაქვს ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში გვაქვს თავისუფალი ნება. და ყველა ადამიანს აქვს არჩევანი. ანუ უმაღლესი ძალები, მოდით ასე ვთქვათ, პირობითად დავარქვათ უმაღლესი ძალები, დამსჯელი რაზმი არ არის და არავის არ სჯის. მაგრამ ყველა ადამიანი, ანუ ნახეთ, ეზოთერიული მიდგომა, ყველა ადამიანი იბადება რაღაცა პოტენციალით და გამოცდილებით, მის სულს მოაქვს თან ეს ცოდნა და გამოცდილება, როგორც თავისი პლუსებით, ისევე მინუსებით და ამ ცხოვრებაში თავაზობენ გარკვეულ პირობებს მისი სულის განვითარებისთვის და არავითარი აქ ის რა ქვია ასეთი ტიპის პროგნოზირება რომ ხვალ ეს იქნება და ზეგ იქნება მაშინ რა აზრი აქვს არ მინდა ასეთი ასტროლოგია მე და მაგასეთ ასტროლოგიას რა აზრი აქვს რომელსაც ესეთი ზოგადი ასე თქვათ რუკა აქვს დაუშვათ სად და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და მე თუ კი შევავსებ აი ამ პროგნოზირებას თუ არა და დიაგნოსტირებას ან გარკვეულ ასტროლოგიურ რუკის შედგენას კონკრეტული რაციონალური ასე ვთქვათ რჩევებით და დავამატებ მას ეზოთერულ ტერმინოლოგიას ანუ ვაგონური მსჯელობა ესეთი რაც მე ვიცი მაგრამ შენ არ იცი რასაც მე ვსწავლე არა მე თქვენას ხო არ გესაუბრებით არა რომ მე ვიცი და თქვენ არ იცით მაგრამ ანუ ესეთივე პრაქტიკა ხო არა გვაქვს ამ შემთხვევაში ანუ უბრალოდ რჩევები ცხოვრებისეული ძალიან შეიძლება პრაქტიკული მაგრამ სხვა დანარჩენი არის ადამიანის პირადი ინტუიცია
იმ რაღაცა ეზოთერული ასე ცოდნებით, რომლის შემოწმებაც არ შეუძლია ადამიანს. შემოწმება შეუძლებელი. თითოეულ ადამიანს ნახეთ, მე მქონდა ასეთი შემთხვევა, მოგიყვებით ახლა აი თითოეულ ადამიანს თავის თავზე როგორ არ შეუძლია ამის შემოწმება. ნახეთ, თქვენ გინდათ რომ მე აქ სტატისტიკა დაგიდოთ? ანუ მე ხო სტატისტიკოსი არა ვარ და არ ვარ და ერთი ასტროლოგის გამოცდილება ეს სტატისტიკა არა, ვერ იქნება, ხო? ანუ მაგრამ თითოეულ ადამიანს აქ მე ძალიან დიდი პრაქტიკა მაქვს. თითოეულ ადამიანს თავის ცხოვრებაზე შეუძლია ეს შეამოწმოს. მე მქონდა ასეთი შემთხვევა მაგალითად, ხო? ანუ ერთი გოგო იყო ჩემთან კონსულტაციაში, ძალიან იჭირი, ძალიან კარგი გოგო და მე ვთხარი მაგას, რომ ანუ რაღაც საკითხები ქონდა, არ აქვს მნიშვნელობა, მე ვთხარი, რომ ანუ ძალიან შენ პოტენციურად შენში დაჯინებული ძალიან დიდი ხატვის ნიჭი გაქვს მეთქი. ჩემგან რო გავიგდა ეს გოგო რა ხატვაო, რის ხატვაო, მაგრამ რადგანაც პოზიტიური აზროვნების ადამიანი იყო, მოდი მაინც ვთიო. გასული იყო 8 თვე, გაგრას კოვიდის პერიოდი იყო, დამირეკა და მითხრა რომ თქვენ ვერ წარმოგიდგენიათო, ანუ ხელიდან ნახატს არ მიტოვებენო, ხელიდან ნახატებს მაღლიდავენო, წარმოიდგინეთ. ანუ მე ვთვლი რომ ეს საკმარისი ჩემთვის საკმარისი გამარჯვებაა, რომ ადამიანი გავიდა და გახსნა თავის ნიჭზე. თითოეულ ადამიანს როგორ არ შეუძლია თავის თავზე ამის გადამოწმება და შემოწმება. ძალიან ბევრი მე აი დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ადამიანების ცხოვრება შეიცვალა. და ამას თქვენ დაგიდასტურებს ძალიან ბევრი ადამიანი. მე არ ვიცი რომ ყველას ცხოვრებაში ვახდენთ რადიკალურ ცვლილებებს. ანუ გააჩნია ადამიანს განვითარების დონეს, ყველაფერს გააჩნია, იმიტომ სხვადასხვები ვართ, სხვადასხვა განვითარების დონეები გვაქვს და სხვადასხვა ამოცანები გვაქვს, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში მოხდა რადიკალური ცვლილება. ეს შემოწმებაა. ერთი და იგივე ადამიანს, ორი სხვადასხვა ასტროლოგი. ერთი და იგივე ასტროლოგიურ პროგნოზს და ეს იგივე ასტროლოგიურ დიაგნოზს დაუსვამს. მე ხო გითხარით, რომ ეს ზუსტი მეცნიერებაა მეთქი, მე ხო არ მითქვია ის ნახე, მაგრამ მომისმინეთ ერთი წუთით. ანუ მე ვერ ვაგებ პასუხს, ანუ განათლების დონეზე და ცოდნის დონეზე დანარჩენი ასტროლოგების ეს ერთი. მეორე, იმიტომ რომ ექიმებიც ერთი და იგივე ადამიანი სხვადასხვა ექიმთან მიდის და სხვადასხვა დიაგნოზს უსმენს. რატო არ აქვს პრეტენზია ექიმის შემთხვევაში? ვიღაცა რაღაცას როგორ არ არის? ვიღაცა რაღაცას ვერ ხედავს, ვიღაცის განვითარების დონე არ ყოფნის, ვიღაცა ისე ღმათ ვერ ჩადის და ზედაპირულად ხედავს პრობლემას. ეს ყველაფერი არის განვითარება, გამოცდილება და ცოდნის ხარისხი. როგორც ყველაფერში. ხო, მაგრამ ექიმის შემთხვევაში, ხა ექიმის ანალოგია რო ავიღოთ, ორი კვალიფიციური ექიმი ერთსა იქ და იგივე დაავადებას ერთი და იგივე. კი, მაგრამ მე ხო არ ვამბობ, რომ ყველა ასტროლოგი სხვადასხვა სიტყვის. ანუ მაგალითად ხო, ანუ მე მყავს გარკვეული წრე დაუშვათ ასტროლოგების, ბავშვების, ახალგაზრდების და არის ზოგჯერ რომ ნუ რაღაცა კითხვა და რა ქვია, ვფიქრობ, არ ვარ დარწმუნებული, მინდა რომ დავწმუნდე. მე ვეკითხები ხოლმე, აბა შენ როგორ ხედავ ამას? და რაღაცა ზუსტად იგი კონსილიუმს ვატარებთ, ასე რომ ვთქვათ, როცა რთული საკითხია რაღაცა. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, ვერ ვხედავ ამაში ვერაფერს მე. მაგრამ ეს ხო თქვენი პირადი ასე ვთქვათ გამოსილება, ანუ იმ ქალბატონსაც, რომელსაც თქვენ დაუშვათ ხატვის ნიჭი, უწინასწორ ვთქვათ, ეგ ხომ შეიძლება უბრალოდ შემოქმედებითი ნატურის გამოცნობით თქვენ ეს ივარაუდეთ. ანუ ვიმკითხავე არა, ინტუიციაც არის აქ. ნუ რა თქმა უნდა, ინტუიცია ყველაფერშია. ანუ მეცნიერებაში ინტუიცია არ არის, გინახიათ მეცნიერი ინტუიციის გარეშე. მაგრამ ინტუიციით ვერ გამოიტანს კვლევას, ხო? რა თქმა უნდა, მეც ინტუიციით არ გამომაქვს უკვლევა. ინტუიციით მე რომ ვჯდები ადამიანთან, ხო, ანუ ეს ემპათია მაქვს და აღვიქვავ ენერგეტიკულად ადამიანს აღვიქვავ. რა თქმა უნდა, რაზეა ლაპარაკი და ეს ძალიან ბევრს რამეს ნიშნავს, ხო? ეს აღქმა ადამიანის ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს, ხო? მაგრამ დანარჩენს მე ვეყნობით სოდნაზე და გარკვეულ კანონზომიერებაზე. მე ვიცი უკვე მრავალსაუკუნეონი გამოცდილებიდან ვიცი, რომ ეს, ხო, ანუ ნიშნავდეს ამას და ამას.
ნახეთ? და ამას ხო მე ეს ამას და ამას ნიშნავს. მე ამას ვაჯამებ ერთმანეთში და გამომაგ დასკვნა ამითი. მე არ ვიძახი რომ ყოველთვის ეს არის 100%-იანი და ადამიანები ვართ და ყველა ვჩდებით. მე არ ვიძახი რომ ეს 100%-იანი არც მაქვს პრეტენზია ჭეშმარიტებაზე და არც ნახეთ მე პირადად ხო მე 30 წლიან პრაქტიკაში ვარ. ნახეთ და მე პირადად ასტროლოგიაზე დამოკიდებული არა ვარ. ნახეთ აი რო როდის შევიჭრა ელემენტარულ რაღაცებს ვიცავ. ნახეთ ელემენტარულ რაღაცებს ვიცავ იმიტომ რომ გამოცდილებით ვიცი დაუშვათ მთვარე ვერტში რო არის ხო და ვერძი არის ყბა და თავი ხო არ უნდა ამოვიღო მაშინ კბილი რატო ვიცი ეს გამოცდილებით გარდა იმისა რომ წიგნები წერია ანუ ჩემი პრაქტიკიდან ვიცი რომ რო ამოუღიათ მაგ დროს ეს კბილი ხო ჩვეულებრივი არაფერი პრობლემა არ იყო პროსტა კბილი ამოიღეს გაუჩნდათ მილიონი პრობლემა და ეს სად არის აი თუნდაც მაგ პერიოდში ამოღებული კბილის ემპირიული სტატისტიკური მონაცემები არის სტატისტიკური მონაცემები და ამ დროს არის მე მაგითო გეუბნებდი არ არის სტატისტიკური მონაცემები ნახეთ თელ ასტროლოგიურ პრაქტიკაში ერთადერთი სტატისტიკოსი იყო ანუ ფრანგი ასტროლოგი იყო და იმას აქვს რაღაც კვლევები ანუ სტატისტიკა ცალკე მეცნიერება არ შეიძლება მე რომ მილიონი ცხრილები შევავსო ამით ეს მაინც ჩემი გამოცდილება იქნება და არა სტატისტიკა და არის თუ არა აქ კიდევ მოქმედი ესეთი კოგნიტური შეცდომა როგორც არის შერჩევითი მეხსიერება, ანუ მხოლოდ დადებითი შედეგების დამახსოვრება და აცდენილი შედეგების არა, მე არა მაქვს ეს, მე უფრო მეტად ვიმახსოვრებ, რაც შეცდომა დაუშვი და ეს უფრო მაწუხებს და მე ვცდილობ რომ ეს შევისწავლო და ეს გამოვასწორო, ვიდრე ისა მე ჩემი ფსიქიკა ასეა მოწყობილი რომ დადებითს, იმიტომ რომ მე ნახეთ, ბევრი უკავშირები მაქვს, ანუ ადამიანები ბევრს მწერენ და ანუ არც მახსოვს ის დადებითი და აი ცუდი რაც მოხდა რაც გულზე მოხდა, რაც ვთვლი რომ არასწორად წავიკითხი, არა ჩემი შეცდომა, აი იმას ზუსტად ვიმახსოვრებ ძალიან მწარედ. და აქ მე შეფარდება არასწორ პროგნოზსა და სწორ პროგნოზს შორის. თქვენი გამოცდილებით როგორი არის? გაცილებით მეტია, რომ ეხლა მე არ სწორი პროგნოზები გაცილებით მეტია და სწორი რჩევები გაცილებით მეტია, ანუ ვერ შევადარებ. იმიტომაც ეს ერთეული შემთხვევებია, როცა ბევრი მიზეზების დადების ერთმანეთზე გამო, ხო არის ანუ ეს რა ქვია. აი თქვენ ახსენეთ ძალიან არსებობს რაღაცა პრაქტიკები, რომელიც თუ არა სწორია ის ვერ შეინარჩუნებს საზოგადოებაში და კაცობრიობაში ვერ მოიკიდებს ფერს. მაგრამ ასტროლოგიის გარდა კიდევ არის სხვა პრაქტიკების, მაგალითად ნუმეროლოგია, მაგალითად მკითხაობა, რელიგიების და რელიგიათა რაოდენობაც, სოციოლოგია 10,000-ზე მეტ აღწერს მეგონი. ხო, მაგრამ რელიგიასთან ერთი მაშინ უდავაყენებთ ახლა ასტროლოგიას. გარკვეულწილად ანუ ამ ყველა მათ შორის რელიგიასაც მე გავბედავ და ასე ვარაუდებ რელიგიის მაშინ ვილაპარაკობ სოფხედველურ მხარეზე და არა ფილოსოფიურ ნაწილს აქ არ გულისხმობ ყველას წარმოშობის მიზეზი არის ჩვენი დროით განზომილებაში მომავლის დროის შეუცნობლობა და ყველაზე მეტად რაც გვაშინებს ეს არის მომავლის დრო მომავალი იმიტომ რომ წარსული ვიცით რაც არის აწყოზე ზემოქმედეთ მომავალი სიკვდილის შიშია ხო ხო თავისთავად ცხადია სიკვდილის შიში და მომავლის განუსაზღვრელობა შედეგების განუსაზღვრელობა ადამიანს გამუდმებით აშინებს ეს აშინებს პრიმიტიულ ადამიანსაც ეს აშინებს თანამედროვე ტექნოლოგიებში და ტექნოკრატიულ საზოგადოებაში მოქმედ ადამიანსაც განუსაზღვრელობა და რელიგია იქნება ეს თუ ასტროლოგია თუ კითხაობა ყველას აქვს ან ორი მიზანი აქვს. მაგალითად რელიგიაში ლოცვის მიზანი არის მომავალზე ზემოქმედება. იმ შედეგების მიღება, რომელიც შედეგებზე გავლენა მას ფიზიკურად არ აქვს. ანუ მაგია სხვანაირად რო ვთქვა, ეგ არის მაგია. მაგიასთან კავშირშია თავისი ასე თქვა. კი, მენტალური მაგია, ლოცვის პრაქტიკა, მენტალური მაგია. თვისებრივი შედეგით ეს მიზანია. ლოცვის ეს მიზანია, რომ ისეთ რაღაცებზე მოახდინოს ზემოქმედება, რომელსაც გავლენა არ აქვს. ხოლო ასტროლოგიის, ნუმეროლოგიის და კითხაობის ასე თქვა სურვილი ინტენცია არის გაგება.
აი მენტალური შემეცნება აქედან გავდე თუ კი ვიცი მე მომავალი რა მოხდება მაშინ შემიძლია მე მოვალზე მოქმედება ან მომავლის შეცვლა ან შედეგების შეცვლა ანუ ნახე გავიგე აი ეხლა მე ისი თქვია ეს ამხელა შესაძლოა რატო გავუკეთე ხომ არ არის აი ეს პრაქტიკები და თან ამავე დროს ამ მაგალითების მოყვანით მე შევეწინააღმდეგე თქვენს მტკიცებას რომ ისეთი პრაქტიკები რომლებიცაც ჭეშმარიტებასთან არაფერი კავშირი არ აქვს ვერ დაიკავებს საზოგადოების შედგეს ადამიანი ირაციონალურია იკავებს ძალიან თავისუფლად ძალიან ბევრი დროში ვერ იკავებს ნახეთ თქვენ რაც დაასახელეთ ხო ნუმეროლოგია ხო თუნდაც ნუ კითხაობა ცოტა სხვა თემაა მოდით ასე ვთქვათ მაგაზეც გეტყვით მაგ კითხაობაზე ხო მაგრამ ყველა პრაქტიკა არსებობს ხო ანუ მაგრამ არც ერთი არ არის ეს პრაქტიკა ისეთი რომ თქვათ რომ ვერ ჯდება სამყაროს პრინციპებში არც ერთი პრაქტიკა არ არის შეიძლება ეს უკვე ინტერპრეტაციის საკითხია მაგრამ ხომ არ არის ამ პრაქტიკების გაჩენის მიზეზი ადამიანის ირაციონალური შიში ანუ შიშებმა წარმოშვა პრაქტიკები მაჩოს ინტელექტუალური ხასიათი აქვს ძალიან დიდ გავლენას ახდენს ირაციონალ რატო ნახე ადამიანი მოდი მაშინ მე დავსვავ კითხვას რა ანუ ხო გჯერათ სულის არსებობის თუ არ გჯერათ აბა მაშინ რაც გჯერათ ანუ მაშინ ჩვენ სხვადასხვა პლატფორმებზე ვდგევართ ნახეთ ჩვენ სხვადასხვა პლატფორმებზე ვდგევართ იმიტომ რომ ეზოთერული მიდგომა ხო ეს არის სულის არსებობა რომელიც ჩამოდის მატერიაში და ადამიანში არის ერთნაირი რაოდენობით ღვთაებრივი და მიწიერი საწყისი და ეს ორი საწყისი პრინციპულად წინააღმდეგია ერთმანეთის და ამიტომ არის ადამიანი ესე წინააღმდეგობრივი არსება. ანუ ის მოდის აქ გარკვეული ამოცანების და გარკვეული გამოცდილების მისაღებად და მე ისევ მიდის და მე ისევ იბადება და ასე შემდეგ. ეს არის ეზოტერული მიდგომა. ანუ ჩვენ სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ ეხლა ნახეთ ირაკლი ხო ეხლა მე კი არ მეზარება ეხლა დავჯდები საათობით მოყვები ასტროლოგიაზე მაგრამ როდესაც სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ და ანუ როცა ჩვენი საუბარი მიდის იმაზე მე მეჯერა ამისი თუ მე არ მეჯერა ამისი ნახეთ იმისთვის რომ ფარდობითობით თეორიაზე ისაუბრო მინიმუმ უნდა იცოდე ეს ფარდობითობის თეორია ხო როგორც მინიმუმ და ამიტომ ეხლა ცოტა რთული ოპონენტი ხართ იმიტომ რომ ანუ სხვადასხვა პლატფორმაზე ვდგევართ აბსოლუტურად ეხლა ჩემი ამოცანა არ არის აქ რომ თქვენ გიმტკიცოთ რომ ასტროლოგია არ ჩემი ამოცანა არ არის ეს ხო ჩემი ამოცანა ჩვენი დისკუსიით საზოგადოებაში ექნა წარმოება არ არის ეს ჩემი ამოცანა კი ანუ ვიხდი ხო ამიტომ ნუ როგორც მინიმუმ საწყისი აქსიომატიკა ხო თუნდაც ასტროლოგიის უნდა იცოდეთ იმისთვის რომ ჩვენ შევძლოთ ოპონირება შევძლოთ ერთმანეთს თორე სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ ეხლა თუ თქვენ ამ თეორიის მიმდევარი არ ახართ ხო ძალიან რთულია ჩემთვის რაღაცის ახსნა ნახეთ მაგრამ ამ ირაციონალური შიშის ხო და ირაციონალურობა მაგაშია კი როგორ არ უშვებ ძალიან ბევრია და ბევრი აცნობიერებს ამ თავის ირაციონალურ შიშებს როგორ არ უშვებ კი როგორ არა ზუსტად მაგის გახსნებზე ხშირად გვიწევს მუშაობა ანუ მე ვერ ვიტყვით ანუ იმდენად ფართია ასტროლოგიური დიაგნოსტიკის ნახეთ სპექტრი იმდენად ფართია რომ მე ვერ გეტყვით კონკრეტულად რაზე ვმუშაობთ ანუ ყველაზე ცუდი აი სამუშაო თემა არის ის რომ აი ეს კალენდარი აი ამ დღეს ეს იქნება ანუ ამას მე საერთოდ არ ვკიდებ ხელს ანუ იმიტომ რომ ეს არ არის პრინციპული ასტროლოგია აი ზუსტად აი ამ შიშების გახსნა, ამ მონაცემების გახსნა, ხო, სწორი ნაბიჯების გადადგმა, ხო? ანუ ზოგჯერ არის ვხედავ რომ ადამიანი წვალობს აი ამ ირაციონალური შიშის გამო, ხო? აი მარტივი მაგალითი, სადღაც მუშაობს. არ მოწონს, იტანჯება, მაგრამ შიში აქვს. ვაიმე საერთოდ არ დავჩე ამის გარეშე. შიში აქვს. რისი გეშინია რომ ვიკითხებ? ვერ ამბობს რისი ეშინია. ირაციონალური შიშია. აი ზუსტად მაგასთან ვმუშაობთ, ნახეთ? და რამდენი მაქვს ასეთი მაგალითები თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ? ხო, აი ისევ ამ შიშებზე რომ კონცენტრირდეთ, მაგალითად რელიგიური რიტუალის შესრულება, ან თუნდაც ასტროლოგიური პროგნოზით ხელმძღვანელობა ქმნის ადამიანის გონებაში
ერთგვარ კოგნიტურ მექანიზმის დაცულობის. მაგალითად, განუსაზღვრელობის შიშიდან გამომდინარე, ადამიანს შეიძლება მეტი დაცულობის შეგრძნება კონდეს, რომ იქნება ავარია არ შეემთხვეს. იმიტომ რომ მე ამ დღეზე დადებითი დღე მაქვს, ან მე ვილოცე, ან მე რაღაცა რიტუალი ნუ ეს ხა ძალიან ინდივიდუალურია, ხო? სტატისტიკურად. ანუ ასტროლოგიური მომსახურების მიღების შემთხვევაში, ან რელიგიური არ არის ჩვენი სფერო, ჩვენი დისკუსიის სფერო, მაგრამ აი ესეთი მომავლის განჭვრეტის პრაქტიკის შემთხვევაში. ანუ არსებობს რაიმე ემპირიულად შემოწმებული ფაქტი, რომ ადამიანმა არასასურველი შედეგები უფრო აიცილა. ნუ მე ვერ გეტყვით რომ ამის არსებობს სტატისტიკა, იმიტომ რომ სტატისტიკა ისევ ვიმეორებ რა, ეს უნდა იყოს ცხრილები, ეს უნდა იყოს დათვლილი პროცენტები და ასე შემდეგ. მე ისევ და ისევ უბრუნდები ჩემ პრაქტიკას. ირაკლი ქენს რომ მე ხა ყველაფერს ვერ გავწუდები, ისე ძალიან დიდი დატვირთვა მაქვს ასტროლოგიაში, ხო? ამიტომ ხა სკოლაც ისეთ, ამიტომ ვერაფერ ხა ანუ ეს ვიღაცა სხვა უნდა დაკავდეს ამ სტატისტიკით და მთელი გეუბნებით საერთაშორისო ასტროლოგიური ცენტრი არსებობს, ცენტრი კი არა, ასოციაცია არსებობს, სადაც სერიოზული კვლევები მიმდინარეობს. ასტროლოგიის სხვადასხვა მიმართულებით დაწყებული ფსიქოლოგიიდან დამთავრებული მუნდანური ასტროლოგიიდან, რომელიც მსოფლიო პროცესებს შეისწავლის. ანუ ეს ერთი ადამიანისთვის ახლა ძალიან ბევრია, ეხლა თქვენ რასაც მეკითხებით მე, მაგრამ ნამდვილად მე ჩემ ხელთ არ არის არავითარი სტატისტიკა მასეთი. მე შემიძლია ვიცოდე ჩემი პრაქტიკით. რაც მაგ აი წინასწარ განჭვრეტა ხო რაღაცეების არ დაგიმალავთ აი ჩემ საკუთარ ცხოვრებაზე გეტყვით რა მე ვიცოდი ბევრი წლით ადრე მე ვხედავდი რომ უნდა მოდის ძალიან ნეგატიური პერიოდი ჩემ ცხოვრებაში და ეს ეხება ჩემ პარტნიორს ეხება ეს ხო ვიცოდი ეს 5 წლით ადრე ვიცოდი და აი გამოსავალს ვეძებდი, ანუ ვეუბნებოდი კიდევაც, ეს უნდა შეცვალო, აი ეს მოდი ეს ვცადოთ, ვერაფერი ვერ ვქენით რა, ასე რომ ვთქვა, არ მინდა ეხა ამაზე ბევრი ლაპარაკი. გარდა ამისა, მქონდა ასეთი შემთხვევა, ჩემ შვილთან. ცოტა ტერმინოლოგიას ვიხმარ. ხო, ნახეთ, სატურნი, ეს არის ის ენერგია, რომელიც გსხუდავს, რომელიც ჩაჩოში ქსვავს, ნახეთ, კიდე სიმბოლურად რო გადავიტანოთ ბუნებაზე, ეს არის მთა. ხო, მერწყული, ეს არის სიცივე. მზე, ეს არის სიცოცხლის პლანეტა. ნახეთ, ჩემ შვილს ეს სატურნი მერწყულიდან დაუდგა მზის ოპოზიციაზე და მეუბნება მინდა წასვლა იმერეთშიო. გეხვეწები, ეს რამდენიმე დღე არ წახვიდე მეთქი, იმიტომ რომ არ მომწონს ეს სიტუაცია, ძალიან საშიშია მეთქი. ეს სიტუაცია, ზოგადად ეხა თუ ასეთი საშიში სიტუაცია, მაგრამ ეს იშვიათად დგება, ნახეთ. აუ წავალ, ნუ ეხა რა მექნახა, დიდი გოგოა, კაც ორი შვილის დედაა თვითონ, ხო წავიდა. მაგრამ მე აღარ ვიცოდი ის, რომ იმერეთში გადაჯდნენ ჯიპზე და წავიდნენ ბახმაროში. მე კარგი ამინდი გადასარევი ჩვეულებრივად ჩაცმულები უცებ წამოვიდა თოვლი 15 წუთში კოჭებამდე იყო 9 საათში იყო მუხლამდე უკვე თოვლი ანუ თაში როგორც იცის მობილური არიჭერს ანუ სამაშველოს მანქანა ზვავი ჩამოვიდა მანქანა გაეჭედათ დაღამდა წავიდნენ ფეხით ამ თებში, წავიდნენ, ეს ტანსაცმელი დასველდა, უკვე დანებდა უკვე, იქ დანებდა, რომ შეოკვდება და ამ დროს, არ ვიცი ეს რა, რომელმა ძალებმა დაფარეს, ამ დროს ვიღაც ინგლისელები დაგვიანებულად ტრაქტორით მოდიოდნენ და დაინახეს ესენი. ანუ, იმუშავა, ჩემმა გაფრთხილება? მე რომ მწოდნოდა, რომ თაში წავიდოდა, არავითარ შემთხვევაში დავწვებოდი და არ გაუშვებდი. იმიტომ რომ გამოცდილებიდან აი ვიცი რომ ეს ნიშნავს ამას. ნახეთ? ანუ ასეთი მაგალითები წულწული, ეს არ არის სტატისტიკა. გეუბნებით, ეს არის ერთი ასტროლოგის ისა. ჩემ ქმარს ვეუბნები, არ წახვი, გეხვეწები, გემუდარები, აი დღეს აი იქ არ წახვიდე, იქ სადაც მიდიხარ, ახალ ქალაქში სადღაც მიდიოდნენ მანქანით. დამჯერა. ეს მანქანა მოხდა ავარიაში. ხომ კარგად დამთავრდეს ამ. ის არ წავიდა ჩემი ქმარი, არ გადარჩა ყველა, მაგრამ ის ავარია მანქანა ამოყირავდა. კი ყველა კი გადარჩა, მაგრამ
დამთხევა, თუ თქვენ გინდათ თქვით, რომ ეს არის ინტუიცია, დამთხევა და რაღაცა. კარგი ინტუიცია ჩემი ოჯახის წევრებს სიტყვაზე, მაგრამ სხვებსაც ამდენ მაგალითები მაქვს უამრავი, მაგრამ ეს არ არის სტატისტიკა, ეს არის ერთი ასტროლოგის გამოჩნდება, სხვა ასტროლოგებსაც ექნებათ ასეთი გამოჩნდებები. გაბატონულია. აი თქვენ ახლა ახსენეთ აი ძირითადი ტექნიკა ეს ასტროლოგიური პროგნოზის. მე ესეთი კითხვა მაქვს, ანუ კერძოდ ცის სხეულები, ციური სხეულები. როგორ გავლენას ახდენს? ანუ ეს პრაქტიკულად საათია ეს არ არის გავლენის იმ გავლენის მოხდენა, რომელზეც თქვენ საუბრობთ. ანუ გავლენას ახდენს ფიზიკურ გავლენას ჩვენზე მზე და მთვარე. ანუ ეს არის ისევ გითხარით, ეს არის კოორდინატთა სისტემა და ეს ანუ პრინციპი არის ის, რომ სამყარო ყველას თავის წერტილში აღიწერება ერთი და იგივე კანონებით და პრინციპებით. ნახეთ, უბრალოდ ეს ჩვენთვის ძალიან მოხერხებულია, ჩვენ ვხედავთ ამ სხეულებს და ვიყენებთ ამას როგორც საათს. ეს არის ამსახველი სამყაროს ენერგიების მდგომარეობის. ამ ციური სხეულების რაიმე ზემოქმედებაზე არ არის საუბარი. არა, გარდა მთვარისა, რომელსაც ახლა ვიცით, რომ ფიზიკური ზემოქმედება აქვს სითხეებზე, ხო, დედამიწაზე. სითხეებზე ისიც დიდ სითხეზე აქვს ზემოქმედება. ხო, აქვს, ხო, და მზე, რომელიც სითბოს გვაძლევს, ხო? ხო, მაგრამ აი ეს ადამიანის მოქმედებაზე კერძოდ რა, ანუ გრავიტაციული გავლენა, ელექტრომაგნიტური არ არის მეთქი, ანუ ეს ასახავს სამყაროს ენერგიების მდგომარეობას. დიახ. ხო, ანუ ასახავს ამას. სხვა რამე სისტემა შეგიძლიათ აიღოთ, მაგრამ იქ უფრო რთული დასათვლელი იქნება და სანახავი ეს მარტივია უფრო ადამიანისთვის. ეხლა არსებობს სხვადასხვა ასტროლოგიური პრაქტიკა, რომელიც ერთმანეთთან წინააღმდეგობაში, ან თუ სულ ყველგან ერთი და იგივე ასტროლოგია. წინააღმდეგობაში არ არის ასტროლოგიური პრაქტიკები, არის ინდური ასტროლოგია, რომელიც იგივე ენერგიებს აპელირებს და იგივე სიმბოლოებს აპელირებს, ოღონდ ცოტა სხვანაირად მუშაობს. ეხლა ვერ გეტყვით, მე ხა ინდურ პრაქტიკაში ერთხელ მქონდა შეხება ეს ჯაიდოს თუ რაღაც ასტროლოგიასთან, ანუ იყო ჩამოსული აქ ერთი ძალიან მსხვილი სპეციალისტი ამისი და ანუ წავაკითხე ჩემი რუკა და ჩემი ოჯახის წევრების რუკა, დიდად აღფრთოვანებული არ ვიყავი. არ ვიცი იმ სპეციალისტის ხარისხით თუ ამ ასტროლოგიით, დიდად ეხა მე დიდი ინტერესი არ მაქვს ამ ასტროლოგიის მიმართ და ამიტომ ვერანაირად ვერ შეგეკამათებით, ან ვერაფერს ვერ ვიტყვი მაგაზე. ხო. ორი სიტყვა მინდა ვთქვა მკითხაობის პრაქტიკაზე. ნახეთ, მკითხაობა სინამდვილეში, ანუ ხო რაღაც მკითხავი რაღაც ცუდად ჟღერს, ხო, სინამდვილეში. ანუ ეს ცოტა ირაციონალური რაღაცა, ანუ ეს არის მკითხაობა არის ისეთი თემა, პრინციპი არის ასეთი, რომ თუ შენ მართლა სამყაროს რაღაც გარკვეული დროის მომენტში გულწრფელად დაუსვი კითხვა, ისე კი არა რომ აი აბა ეს მითხარი, აბა აი გულწრფელად დაუსვი კითხვა, ანუ შენი ის კითხვა, რომელიც შენ გაგიჩნდა, რეზონანსულია სამყაროს მდგომარეობასთან და შესაბამისად კარგი ის ვინც კარგად ატარებს ენერგიას, ანუ ნებისმიერი კი უნდა ქვებს დაყრის, უნდა ყავას დალევს, უნდა კარს გაშლის, თუ ის რეალურად კარგად ატარებს ენერგიას, ხო? ანუ იმან უნდა დაიჭიროს ეს სამყაროს მდგომარეობა. რა თქმა უნდა, ეს ირაციონალურია. ასტროლოგია ასეთი არ არის. რა თქმა უნდა, ინტუიციის ნაწილი ყველგან არსებობს, მაგრამ ასტროლოგია კონკრეტულად, აი მე ვიცი კონკრეტულად, რომ ხო ეხლა დავუშვათ პროგრესულ რუკაში ადამიანს აქვს ხმიდის ახალ მთვარობამდე ბოლო წელი აქვს ვეკითხები ანუ 30 წლის განმავლობაში რამდენი შემხვთასე წარმოვიდგენ ვეკითხები ადამიანს ამ წელს რაღაც უფრო ენერგეტიკულად დასუსტებული ხარ თუ არა თუ კარგად ხარ ჯანზე ხარ ყველა ანუ არ ყოფილა ადამიანი რომელსაც არ ეთქვა რომ კი ჯანზე ვარ და ზოგი განიცდის ამას მე უხსნი ამას რომ იცი რა ეს ბუნებრივი პროცესია ანუ ამას ყველაფერს უცდი ერთი ადამიანი მშვიდდება უკვე ეს რამხელა რაღაცაა რომ ხდება მიზეზი საიდან არის და მე ვეუბნები რომ იცი რა აი ამ პერიოდში რადგანაც ენერგეტიკა დასუსტებულია ჩემი რჩევა იქნება რომ მოდი შენ ამ და ამ დიდ დატვირთვებს ნუ აიღებ ეხლა ამ პერიოდში შენი ამოცანა არის ის რომ აი როგორც დააჯამო რა ეს რაღაცა პერიოდი უფრო დამშვიდე ანუ უფრო ახალი დიდი დატვირთვები არ აიღო
და იმიტომ რომ ენერგია არ გეყოფა. ნუ ეს პირობით არ გეუბნებით, ეხლა ეს ინდივიდუალურია, ხო? მე მესმის კალვატორია ამ რჩევების დადებითი ეფექტი რაში მდგომარეობს. თქვენ თუ მე ხა სტატისტიკაზე დამიწყებთ ისევ საუბარს და იმაზე, ანუ მეცნიერულ კანონებზე თუ დამიწყებთ, ეს კიდე ცალკე თემა, ანუ არსებობს ეს აქსიომატიკა, მაგრამ თქვენ მითხარით, რომ თქვენ სხვა პლატფორმაზე მენტალურად სხვა პლატფორმაზე იმყოფებით. ამიტომ მე რო გითხრათ, დავუშვათ, რომ პირველი აქსიომა ასტროლოგიის არის ის და ეზოთერიკის ზოგადად ჰერმეს სამჯელუდიებულეს ტრისმეგისტის სმარაგდის მცნებებიდან რაზემუთა იგივე ის ქვემოთაა და პირიქით, ხო? ანუ თქვენ მე მიტყვით ამაზე, რომ ამისი ამჯერა, ხო და ანუ აქ უკვე სრულდება. მე სხვა რაღაცაზე საუბრობდი, სხვა რაღაცის თქმა მინდოდა, რომ ამ მომსახურების დადებითი შედეგს მე ვხედავ. ეს დადებითი შედეგი მათ შორის არათუ ასტროლოგია, ფსიქოლოგიას, რომელიც მეცნიერული დისციპლინაა, ყოველ შემთხვევაში ასე ეწოდება და ხშირად ფსიქოლოგია. აი რა უცნაურია რა, ფსიქოლოგია, მეცნიერება და ასტროლოგია არ არის. აი თქვენ ერთი წუთით, აი ობიექტურად დაუკვირდით რა. სწორედ ამ ობიექტურობას. ხო და დაუკვირდით, ანუ ასტროლოგია, რომელიც როგორც გეომეტრია ეხნობა აქსიომებს, ანუ აქვს თავის კანონზომიერება, ის არ არის. არც ვამტკიცებ რომ ბოლომდე მექსიერ და ფსიქოლოგია ვიდეწელი მეცნიერება. აი ხო ხვდებით არა, ირაკი ცოტა ანუ ტერმინოლოგიაშია ცოტა. მე ფსიქოლოგია რა ვარ, მე სოციოლოგი ვარ უფრო და შედარებით უფრო ასე თქვა. სტატი ფსიქოლოგიაზე მაბადეთ რომ გაწყვეტინებთ, მე რამის თქვა მინდა უბრალოდ. ანუ ყველა აღიარებს ამას, ნახეთ და ვინც ჩვენთან ისწავლა ფსიქოლოგებმა რომ ანუ არაჩვეულებრივი დიაგნოსტიკის აპარატია ასტროლოგია. აი თუ გინდათ დაპატიჟეთ ფსიქოლოგები, რომელმაც იცი მე თუ გინდათ გეტყვით, აი ვინც იცის ასტროლოგია და არაჩვეულებრივი აპარატია. ანუ ის, რასაც ფსიქოლოგს სჭირდება 10 სეანსი, 15 სეანსი, ამას უცნობ ადამიანთან ვაკეთებ 1 საათში. გასაგებია, მაგრამ მე ისი თქვა მინდოდა, რომ ფსიქოლოგიასაც აქვს ესეთი ძალიან დიდი ცდომილებების არ არის. რა თქმა უნდა, გაწვევინ ამბობს. ძალიან რთული გამოსაცნობის სამყაროა ადამიანის ფსიქიკა. და იქაც ზოგადი თეორია, მაგრამ ამის მიუხედავად ხადია ფსიქოლოგიაში არსებობს გარკვეული ემპირიული პრაქტიკა, გარკვეული ასე ვთქვათ ექსპერიმენტული პრაქტიკა. ამ ექსპერიმენტულ პრაქტიკაში რაღაცეები დადასტურებულია და შემოწმებულია. მე არ მინდა ახლა რაღაცა შედარება. ამური რაღაცა შედარება. მე ფსიქოლოგიის მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ ფსიქოლოგთან კონსულტაციასაც და ფსიქოლოგის მიერ გვერდიდან დანახულ ადამიანის პრობლემებს. ადამიანი იმიტომ მიდის ფსიქოლოგთან, რომ გარკვეულწილად აი სწორედ ეს გვერდიდან შეფასება მოისმინოს. რა თქმა უნდა. და ეს შეფასებაში არის ყველაზე დიდი ღირებულება და ასტროლოგთანაც მისული დაუშვათ მომხმარებელიც ამ გვერდიდან შეხედვის შეკვეთას ცდილობს, რომ მან დამამშვიდებელი ძალიან ბევრს სჭირდება დასტური თავისი ყოყმანის, კი ბატონო, ძალიან ბევრს უნდა გვერდიდან შეხედვა. ძალიან ბევრისთვის, ასე არ არის ირაკლი, ძალიან ბევრისთვის, ანუ მარტო აი თვითონ რომ ლაპარაკობ, რომ ამისთვის მიდის, გამოდის რომ ყველა არა, ეს ნაწილიც არის, და ძალიან ბევრისთვის რაღაცა ხედავს, რომ რაღაცა ახალია, ანუ ახალ რაკურსში ხედავს თავის თავს. აი სწორედ აქ არის ალბათ უკვე განსხვავება ფსიქოლოგის მომსახურებასა და ასტროლოგის მომსახურებასთან. ნუ ასტროლოგის მომსახურებაში კიდევ არის ანუ მომავლის განჭვრეტის ერთგვარი პროგნოზირების ერთგვარი სერვისი და აქ უკვე ფსიქოლოგი თუ კი ასეთ ამბიციას არ იღებს და ის დაუშვათ შეიძლება პლაცებოს ეფექტს თავაზობს, რომ ზუსტად ის მოისმინა რაც უნდა და ან გვერდიდან შეაფასა და პრობლემა დაანახა და ეს სერვისი შეიძლება მიიღოს ასტროლოგისგანაც თავისუფლად, ამას ვუშვებ. ასტროლოგის დამატებითი სერვისი როგორიც არის, აი ეს არ გააკეთო, ან ეს გააკეთე, ან ეს სუდით. არა, მე გეტყვით მე როგორ მუშაობ. ეს არის მომავლის პროგნოზირება, რომელიცაც
არ აქვს კანონზომიერებადი ასე არა, შემოწმება და იქ უკვე დიდი ეს არ არის. მე ასე არ მუშაობ. მე არ ვიცი როგორ მუშაობს, ამ სხვას კითხეთ. მე გეტყვით მე როგორ მუშაობ, ხო? მოვიდა ჩემთან ადამიანი, ზოგადი გავარჩიეთ ზოგადი, რომ კაი პრობლემები დადებითი უარყოფითი რაღაცა, უკვე ვიცი რა პლატფორმაზეა ადამიანი, რა დონეზეა, ხო? უკვე პროფესიაც ვიცი, ადამიანის განვითარებაც ვიცი, ხო, რაღაცა და მე უყურებ შემდეგი წლის ტენდენციებს. არავით არის ის გააკეთე ასე და ეს გააკეთი ასე. არავით არის. ანუ ადამიანი არ უნდა იყოს შეზღუდული რაღაცა შტამპებით და რაღაცა იმით. ეხლა თუ ხედავ, ეხლა ცოტა ისეთ საშიშ პერიოდს ნახე, ანუ არის მართლა ასეთი პერიოდები რა, ცოტა ისეთ ფიზიკურ აი ხო, ანუ საშიშ პერიოდს, ანუ ეხლა აი ცოტა ხნის წინ მიყო ხედავ რა, ანუ იქ რაღაცა მაისის თვეში აქვს ისეთი ასპექტი, რომ ცოტა საშიშია, ვიკითხები მანქანით დადიხარ და კი დავდეთ ჩქარა დადიხარ მეთქი და კი ჩქარა დავდივარო და გეხვეწები მეთქი რა მაისის თვეში მოერიდე ჩქარა სიარულს ეს სულაც არის ცუდი რჩევა მაგრამ არაზუსტი იყოს როგორც საფრთხე კი მაგრამ საფრთხეს ხედავ ჩემი გამოცდილებიდან მე ვიცი რომ ეს საფრთხეა ხო და ანუ ამას ასეთი რჩევებია ძირითადად და არავითარ მე არასდროს არ მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება რომ ადამიანს უთხრა რომ ეს გააკეთე ყოველთვის ვეუბნები რომ აი მე ასე ვხედავ ამას, ანუ შენ თუ მეთანხმები მე ერთი კი გეთანხმებით. ნუ ეხლა შენ გაქვს უფლება რომ აქედან გახვიდე და არ დამეთანხმო და არაფერი არ გააკეთო, გაქვს უფლება რომ მიიღო. ანუ ადამიანის თავისუფალ ნებას ეს არის დანაშაული. არ უნდა შეეხო არასდროს. ნახეთ? ამიტომ ეხლა ადამიანი რითი იქნება უკეთესად, ნახეთ? რითი იქნება უკეთესად ადამიანი? ეხლა ანუ ფსიქოლოგის რჩევით თუ ასტროლოგის რჩევით თუ მღვდლის რჩევით, ანუ მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენი ამოცანა არის რომ ადამიანი იყოს უკეთესი და ასტროლოგის ამოცანა არის რომ სწორედ განვითარდეს ადამიანი. ანუ სწორედ ნიშნავს თავისთვის სასიკეთოდ განვითარდეს ადამიანი. ანუ ის ადამიანი რომელიც თავისი ირაციონალური შიშების გამო იმ სამსახურში იტანჯება, თავის თავს ხო ცუცუ უკეთებს. ანუ თავის ოჯახს ხო ტანჯავს, იმიტომ ცუდ ხასიათზე მოდის სამსახურიდან. საზოგადოებისთვის არაფერ წესიერ არაფერს არ აკეთებს და ბოდიში და რაჯანდაბათ უნდა იყოს იმ სამსახურში და ეშინია ნახეთ და აი ამას რო უხსნია ადამიანს ხო რა მნიშვნელობა აქვს ხო დავინახე და გაბედა გადალახა შეცვალა დაიწყო სწავლა გახდა გაცილებით უკეთესად ვიდრე იყო რა მნიშვნელობა აქვს ახლა ჩემთვის ადამიანი რა ხერხით იქნება უკეთესად მაგრამ აი აქ არის ერთი მომენტი, ანუ ასტროლოგიის საკომუნიკაციო ასე თქვა, ლექსიკა და ენა, ზოგადი ასე თქვა, დახასიათებები ზოგადი, არა კონკრეტიკა, არამედ ზოგადი ასე თქვა, მოდელები აღწერის და ამ ზოგად მოდელებში თავად მსმენელი ამთხოვებს მის ობიექტურ რაღაცა დამთხოვებს. აი ესეთი ასე თქვა მექანიზმი ხომ არ არის ასტროლოგიის პროგნოზების ან ადამიანის შეცნობის გამოცნობის მიზეზები, იმიტომ რომ ზოგადია, მათ შორის მაგალითად ასტროლოგიური დახასიათება, თუნდაც ასე ვთქვათ, ჰოროსკოპის ნიშნების იმდენად ზოგადი არის, რომ არის ესეთი ექსპერიმენტები ჩატარებული, რომ შეუტანეს ლომის ზოდიაკს დაუშვა ჯგუფს და ეს არის მშვილდოსანის ჰოროსკოპი და ადამიანებმა თქვეს, უი, როგორ ყველაფერს ემთხოვა და შემდეგ აღმოჩნდა, რომ არა, ეს ლომის ჰოროსკოპია და ანუ ეს იყო მთავარი, რომ იმდენად ზოგადი იყო ის. ის ზოგადია მშვილდოსნის და ლომის ჰოროსკოპი, გეუბნე, ეს არის ყვითელი ასტროლოგია. არავინ არ აკეთებს ნორმალურ პროგნოზებს ასე. ეს როგორ გააკეთოს ასტროლოგმა საჯარო პროგნოზი, რა ქნას მითხარით? ანუ ამიტომ ვაკეთებ რაღაც ზოგად რაღაცებს ვაკეთებთ, ნახეთ? ანუ ვცდილობთ რომ მაქსიმალურად მივუახლოვოთ თავში მე პირადად. ეხლა არ ვიცი ეხლა თქვენ რას უსმენთ და როგორ უსმენთ, მაგრამ მე მაგალითად რაც მაქვს YouTube-ზე პროგნოზები დადებული, ხო, აგერ მომწერა რამდენიმე, როგორ აკეთებთ ისე რომ ასე რაღაცები ემთხოვა. იმიტომ რომ მე როდის ვაკეთებ იცი ამ პროგნოზებს, როცა გამოკვეთილია რაღაცა ძალიან, ანუ მართლა რომ აი ღირს ალაპარაკოთ, თორე
აი ესე ყოველდღიურ პროგნოზებს ცხოვრებაში არ გამიკეთებია და არც ვიკადრებ რომ მე ვაკეთო ეს პროგნოზები. ანუ თქვენ გაქვთ ისეთი პროგნოზების მაგალითები, რომელიც შემოწმებოდია, შეგვიძლია ვნახოთ მაგალითად და YouTube-ზე არის, მაგრამ მე ხა იქ მივიღურ რამდენი წელია უკვე YouTube-ზე ვდებ რაღაცებს და ხა რა მახსოვს, ხა რა მახსოვს. ხა რაღაცას რო ვამბობ, მე არც მახსოვს რა ვილაპარაკე და როგორ ვილაპარაკე. აი მე ანალიტიკოსი გახლავართ და მაგალითად 2014 წელს მე გეტყვით, ხა 1 წუთით მე გეტყვით. რაც თამარა ამას ვერ ვამტკიცებ საუბედუროდ, იმიტომ რომ ის ჟურნალი, სადაც დაიბეჭდა ეს პროგნოზი, ეს იყო 2007 წლის დეკემბერში, ერთ-ერთმა ჟურნალმა, რომელიც არ არსებობს ახლა და მე გადავდიოდი ბინიდან ბინაში, მოკლედ ეს ჟურნალი აღარ მაქვს, მაგრამ თუ სიტყვაზე დამიჯერებთ, ხო, 2007 წელს, ну, მაშინ ახალბედა ასტროლოგი ვიყავი, იმიტომ რომ ახალი ასტროლოგიისთვის ახალბედა ვიყავი, მოდი და ასე ვთქვა. ასტროლოგია უკვე кайხანი ვიყავი ასტროლოგიაში, იმიტომ 2001 წელს ჩამოვედი მე მოსკოვიდან. მომართა ერთ-ერთმა ჟურნალმა რა, ტიპა ეზოთერიკის რაღაცა და იმ წლის პროგნოზი უნდათ საქართველოსზე და რადგანაც მე თავდაპირველი ჩემი პროფესია არის ეკონომიური და პოლიტიკური პროცესების პროგნოზირების სპეციალისტი, ანუ ასტროლოგიური მეთოდები, დიპლომიც მაგაში მაქვს დაცული, ანუ მაშინ კარგად ვაპელირებდი ამ იმას, ეხა кайხანია, ეხა რომ თხოვენ რომ აი მუნდანური ასტროლოგიის კურსი გვინდა, მე ვიძახი რომ ანუ кайხანი არ მომიკიდია ხელი რა მაგისტვის დრო არა მაქვს. ანუ მაშინ გავაკეთე პროგნოზი, წლის პროგნოზი საქართველოსთვის. და თუ დამიჯერებთ სიტყვაზე, კარგი იქნება. აგვისტოს თუ დავასახელებ, თქვი რომ რუსეთთან იქნება აგვისტოში ომი. ზუსტად ასე. ანუ საუბედუროდ გადავქეკებ მთელი სახლი ის ჟურნალი ვერ ვიპოვე რა. და ამიტომ ასე ვერ ვამტკიცებ, მაგრამ სადღაც ალბათ არსებობს ეს ჟურნალი. მე დამსდევდნენ ის ჟურნალისტები, მაგრამ უკვე მე რაღაცა ვეღარ. აი მე მაგალითად 2014 წელი იქნებოდა ამის გადამოწმება, ნამდვილად შეიძლება, იმიტომ რომ ინტერნეტში მაგ დაწერილი შესაბამისი რაღაცა სტატუსი თუ სტატია, როცა მაშინ ვივარაუდე რომ არსებული ხელისუფლება აუცილებლად დაუპირისპირდება ამერიკის შეერთებულ შტატებს. ჩვენ ისე მაგრად გვცემენ, როგორც არასოდეს არ ვცემი ვართ. ირაკლი. და ხო გამოვიდა, ესე იგი მეც პროგნოზი გავარდი. ეს ლოგიკაზე იყო და. კი, ერთი წუთით გეტყვით ახლა. ანუ მე ჩემი ქმარი იყო ანალიტიკოსი, საერთაშორისო იმის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკოსი იყო. ანუ მე არ მიგვირს თქვენი პროგნოზები, იმიტომ რომ ისი აკეთებდა პროგნოზებს, რომ მე აი ტელევიზორში პირველად ეს მოსკოვში რო ვიყავთ, მაშინ დავიჭერე. აი რაღაცა დიქტორმა თქვა რაღაცა და მეუბნება უცებ. ეს აი ხა ხო თქვა ეს, ხო? ანუ ნახე შენ ერთ თვეში იქ, ვაფშე სხვა მიმართულები, იქნება ეს და ეს. მეუბნებოდი, იმას ირაკლი ერქვა, როგორ აკეთებ მეთქი მაგას, კაიგე? ანუ იმ ჩაკრა გახსნილი ქონდა, ის ანალიტიკოსი იყო და ამ გეოპოლიტიკაში შესული იყო. ეხლა რა გიკვირთ ახლა ირაკლი, ანუ ყველა მეთოდიკას აქვს თავისი გამართლება. ეხლა მე რო დაგეწყოთ ლაპარაკი, არა ანალიტიკა არ მუშაობს. როგორ არ მუშაობს? ანუ ინტუიცია არა გაქვს? კი, ინტუიცია, მაგრამ ეს ინტუიცია რაღაცა ლოგიკურ კონსტრუქციაზე. რა თქმა უნდა, რა თქმა თამაშია, ეს ჭადრაკია. ანუ ჭადრაკის დაფას უყურებ ფლიანობაში. ანუ ხო, ანუ ყველა მე არასდროს არ სხვათა შორის მე და ჩემი ქმარი რო ვაკეთებდით პროგნოზებს, ანუ თუ დამიჯერებთ რა ის ეხლა საერთაშორისო სპეციალისტი იყო, თავისთვის აკეთებდა, მე თავისთვის ერთმანეთს არ ვეკითხებოდი და მე ჩვენი პროგნოზები ემთხვეოდა ერთმანეთს. მაგრამ ახლა ისევ რომ დაუბრუნდეთ აი ემპირიულ პრაქტიკას. მაგალითად ჩატარებულია კვლევები, სადაც ასტროლოგია შეამოწმეს ემპირიულად, ეს მე მგონი 1985 წლის შონ კარლსონის კვლევა. შეგიძლიათ ერთი წუთით. შონ კარლსონის კვლევა, რომელმაც დიუკემის სტატისტიკური ასე ვთქვათ ანალიზის მეთოდი გამოიყენა და იქ ანუ შემთხვევით ალბათობაზე უკეთესი პროგნოზები ასტროლოგებმა ვერ აჩვენეს.
ეხლა 85 წელი? 85 წელი. გამეცინა კიდევაც. ანუ ეს იყო ნახეთ, ანუ იმისთვის რომ მიხვდეთ რატო გამეცინა, უნდა იცოდეთ ასტროლოგიის ისტორია. საქმე ის არის, რომ ეხლა ისტორიის მოყოლას არ დავიწყებ, რა თქმა უნდა, მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, მაგრამ საქმე ის არის, რომ ანუ ასტროლოგიას ჰქონდა იმდენს ძალიან ბევრი ასწლეულები წყვეტა. აკადემიურობა, ბოლო აკადემიურობა ასტროლოგიამ დაკარგა 1753 წელს სალამანკას უნივერსიტეტში დახურეს ბოლო ფაკულტეტი ასტროლოგიური სამედიცინო ასტროლოგიის. იმიტომ რომ სამედიცინო ასტროლოგიას არასდროს არ ერჩოდნენ და ანუ აი მე-18 საუკუნემდე ასწავლიდნენ ასტროლოგიას და სალამანკას უნივერსიტეტში დახურეს ბოლო ფაკულტეტი. ნახეთ, იმის მერე ასტროლოგიას აკადემიზმი არ ქონდა და აკადემიზმის შეძენა ეხლა დაიწყო ასტროლოგიამ. ნახეთ, ანუ ეს მუხტი ინტერესი ყოველთვის იყო. ყვითელი ასტროლოგია მაგიტო განვითარდა, იმიტომ რომ აკრძალული იყო ყველანაირი პროგნოზირება, ყველანაირი რუკები აკრძალული იყო და განვითარდა ეს ყვითელი ასტროლოგია, რომელიც უბრალოდ გარკვეული ადამიანებისთვის არის, მოდით ასე ვთქვათ, ხო? მასისთვის. ხო და რა ქვია 80-იან წლებს რო იძახით, მაშინ იმ წუთში დაიწყო რაღაცა გამოღვიძებები. ნახეთ, იმ წუთში დაიწყო გამოღვიძებები და მერე უკვე წავიდა აფეთქება, როცა პირველი კომპიუტერული პროგრამები გაჩნდეს, უკვე 90-იანებისკენ იყო, როცა გაჩნდა პირველი კომპიუტერული პროგრამები. თორემ მანამდე ეს ქონდა მრავალ საუკუნიანი, მთელი 3 საუკუნე თუ 2 საუკუნე ქონდა წყვეტა, აკადემიზმი არ ქონდა და რაზე ატარებდნენ კვლევას. ანუ სპეციალისტები არ არსებობდა. აი რომელი წლიდან იყო უკვე სპეციალისტები და უფრო ნელა ვითარდება, ეხაც ვითარდება, ანუ ეხაც ვითარდება უკვე განსაკუთრებით ეს ჰუმანისტური ასტროლოგია, ეხლაც ვითარდება. აი მაგალითად ნახეთ, ბრიტანელმა ასტროლოგებმა ეს წერია წიგნებში. მე თუ გინდათ თუ გაინტერესებთ, მე გაჩვენებთ ამას, რომ რა ქვია, მუნდანური ასტროლოგია ქვია, მე მგონი, არ მახსოვს ის რა ქვია, არ აქვს მნიშვნელობა. ანუ ბრიტანელმა ასტროლოგებმა თქვეს. დიახ. დაწერეს უფრო სწორედ და ისა რადგანაც რა ქვია რევოლუცია, სოციალისტური რევოლუცია მოხდა მოგეთ რაღაცები, აი ამ პოზიციაზე, ხო, რაღაც არ აქვს ახლა მნიშვნელობა, ანუ დიდ ციკლებზეა ლაპარაკი რა, ხო, და რადგანაც შეიქმნა მაგ პერიოდში საბჭოთა კავშირი, როცა ეს ორი ელემენტი შეერთდება, მაშინ მოხდება ამ ქვეყნის დაშლა. ზუსტად ისე აგიხდეთ ყველა სიკეთე, როგორც ეს მოხდა. ასეთი პროგნოზები არის, მე უბრალოდ არ ვიყავი ამისთვის ახლა მზად და მე რომ ცოდნოდა რომ ანუ მე მტკიცებულება მჭირდება ასეთი, როდის რა დაიწერა და როგორ შესრულდა, მე მოვიტანდი ამას. მაგრამ არ ვიყავი უბრალოდ ამისთვის მზად, ამ თქვენ არ მითხარით, მე წესიერად რისთვის უნდა ვიყო ბრმად მოვედი აბსოლუტურად. 2003 წელსაც ჩატარდა დაახლოებით ანალოგიური კრება, ანუ ჯეფრი დინი იყო და მაშინაც ანალოგიური ასე თქვა შედეგი მიიღეს, ანუ 85 თუ იყო, ახლა აქ არის მნიშვნელოვანი სხვაობა დროში. არ ვიცი რა არ დაემთხვა, ანუ პროგნოზების კანონზომიერებები არაფრით არ ჯობდა შემთხვევით გამოსნობილ კანონზომიერებებს. ხო, ვერ გეტყვით, მე არ ვიცი, იმისთვის რომ მე ვიცოდე რაზეა ლაპარაკი, მექანიზმი უნდა ვიცოდი ამ კვლევის. ეხლა მე ვერ შევალ მაგ კამათში. ასე მე შემიძლია ვთქვა, რომ ანალოგიურად 5000 ანალიტიკოს რომ ხედავ ტელევიზორში, ანუ იქაც ძალიან დიდია ცდომილება. ეს კი ბატონო. ემიტომაც არ არის, ანუ მეცნიერული პროგნოზირება განსაკუთრებით ანალიტიკაში, სოციალურ მეცნიერებებში. აკაც ვერ იქნება. აკაც ვერ იქნება. სანდო პრაქტიკა. ადამიანის თავისუფალი ნების ეს არის, ნახეთ. ადამიანის თავისუფალ ნებას ძალიან დიდი ადგილი აქვს, ნახე. ანუ თქვენ მე ხო არ ვიცი, შენ რო გაქვს 3 გზა, ან 4 გზა, რომელ გზაზე წახვალ. მე არავითარი უფლება არ მაქვს, რომ მიგითითო. მე გეუბნები, რომ 3 გზა გაქვს. აქ წახვალ ეს არის, აქ წახვალ ეს არის, აქ წახვალ ეს არის.
არჩევანი შენზეა. ანუ ეს ანუ სადაც მონაწილეობს ადამიანის თავისუფალი ნება, ანუ სული, ხო? სულის ნება. ხო, იქ ძალიან რთულია რაღაცა კონკრეტიკაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ მაგ შემთხვევაში ანუ ნელ-ნელა ეს შენ უნდა გადააქციო ადამიანი რობოტად. მაშინ რა აზრი აქვს? მე ვერ ხვდები. ანუ მე თუ წინასწარ განსაზღვრული მაქვს, რომ აქ ფეხი უნდა მოვიტეხო, აქ კისერი უნდა მოვიტეხო. რა აზრი აქვს მაშინ? ზოგ ინფორმაცია უნდა იქნება აირიდოს ფეხის. ვერ აირიდებს. ანუ არის ესეთი სიტუაციები, რომ ვერ აირიდე. მე ვიცოდი 5 წლით ადრე, მაგრამ ვერ ავირიდე. ამ ხელა გამოცდილების ასტროლოგი ვარ და მთელი ყველა ჩავთე. დედამიწის ზურგზე თუ კი ვინმე შეიძლებოდა, რომ რამე მიშველეთ იქნებ ვიპოვოთ ის რაღაცა გამოსავალი. მაგრამ ვერ ავირიდე. საბედისწერო პერიოდი იყო და რატომ მე რატომ მოუთხრა ფატალიზმს არის ფატალური არა ნახეთ არის ანუ არ უარყოფს, მოდი ასე ვთქვათ, არ უარყოფს. ანუ არის ისეთი სიტუაციები, რომელიც არის ფატალური. ანუ ჩემი მაყურებლებს უთხრათ ესე იგი ბედის წერის არის ასეთი სიტუაციები, მაგრამ არის ბევრი სიტუაციები, ნახე, რომელიც შენ გეჩვენება საბედისწეროდ, მაგრამ შენ მიხვედი ამ ჩიხში და ეხლა გახდა საბედისწერო და შეიძლება არ მისულიყავი მაგ ჩიხში. აი ესეც არის, მაგრამ არის სიტუაციები საბედისწერო, ნუ ეხლა ეს ძალიან შორს აგვიყვანს, ანუ ფილოსოფიური თამამარიც. ჩემი მაგალითად ჩემი მეგობრის შვილი, ნუ დაიბადა ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანებით და სერიოზულ ტანჯვას გადის მთელი ცხოვრება. ანუ ეს ფატალური სიტუაციაა, ხო? ეს არის ფატალური სიტუაცია. ეხლა რატო ხდება და ეს აღმაწა გვიყვანს ეხლა ეს თემა, ხო? ახლა ამაზე არ დავიწყოთ, მაგრამ არის მართლაც საბედისწერო, მაგრამ არის ის რომ ადამიანი მივიდა. და არის ისეთი სიტუაციები, რომ მე გამგვირვებია, ანუ ხედავ რუკაში, რომ საბედისწერო სიტუაცია აქვს ადამიანთან, ნახეთ, ანუ იმ საბედისწერო სიტუაციაშიც, ხო? თუ დროზე რეაგირება აქვს ადამიანს, შეიძლება გადარჩეს ის ადამიანი, ნახე, და მე გამკვირვებია, აი მოსულა ჩემთან ადამიანი, ვხედავ 2 წლით თუ 3 წლით ადრე პერიოდს და ვეკითხები, გეხვეწები, როგორ გადარჩი? როგორ გადარჩი და უთქვია ადამიანს, რომ ყველაფერი დავანგრიე, ანუ ტრანსფორმირება გავაკეთე ყველაფრის და ნულიდან დავიწყე ყველაფერი. ნახეთ? და შეძლო იმან, მაგრამ ვიღაცამ ვერ შეძლო. ანუ აქ ძალიან რთულია, როცა ადამიანის თავისუფალი ნება ჩართული, ხო, ძალიან რთულია, მაგიტომ მე წინააღმდეგი ვარ ასეთი პროგნოზირების. აი, თქვენო პრაქტიკა ახსენეთ ანუ პლანეტების გავლენა ადამიანის მოქმედებაზე. თქვენ როგორც ამიხსენეთ, ესე იგი ერთგვარი საათობრივი კოორდინატთა სისტემა და არა პლანეტების პირდაპირ მოქმედება, ხო? ანუ ეს ნამდვილად ახსნა იყო ჩემთვის, ანუ ბევრად უფრო რაციონალურად ხსნის რაღაცა ტექნიკას თვითონ, ვიდრე თავისთავად პლანეტების მოქმედება, იმიტომ რომ ყოველთვის გაუგებარი იყო ჩემთვის არა. მაგრამ ნუ გასაგებია გაუგებარი, ახლა პლუტონი, ურანი, რომელიც მილიარდ კილომეტრია აქედან, ანუ ფიზიკურად როგორ მიწყავს თავში, ხო? ეხლა რა გასაგებია, რომ გასაკვირია. გასაკვირია. მაგრამ იყო ესეთი კვლევაც კიდე მაიკელ გიუკეფინის, რომელსაც ანუ კვლევას ერქვა მარსის გავლენა, ანუ შესაბამისად მარსის გავლენის რაღაცა პირობით შეიძლება მე ტერმინს არასწორად ვამბობ თქვენ შეიძლება შემისოთ საათობრივ სარტყელში და უშუალოდ სპორტსმენთა პერფორმანსზე გავლენა თავიდან. მე მაინც ფიქრობ, რომ ეს სამყაროს მდგომარეობა, ვიცი რაზეც ლაპარაკობ. ანუ თავდაპირველად დადებითი შედეგი ჰქონდა და იგივე საათობრივ სარტყელში და იგივე გავლენაში მას ანუ ამ გავლენას კონსისტენტურობა არ ჰქონდა, შემდეგ ისევ რანდომული იყო. ანუ ესეც ანუ განმეორებადობას ერთგვარად უარყოფს ანუ ეს კვლევა. ანუ თუ კი ჩვენ გვაქვს რაღაცა კანონზომიერების დანახვის შესაძლებლობა, ან აღმოჩენილი ასე ვთქვათ კონკრეტული პრაქტიკული ფაქტი, რომ მას აქვს გავლენა, ის არ განმეორდება იგივენაირად. არ გამეორე სხვანაირად იქნება. მაშინ როგორ შეიძლება ამ პრაქტიკას მეცნიერული? არ გითხარით რომ ბოლომდე მეცნიერება, გითხარით მე ხო არ მითქვია. მე გითხარით მოსაზღვრე ადგილს იკავებს და აგიხსენით რატო იკავებს მოსაზღვრე ადგილს. ნახეთ, აი ეხლა აი რეტრომარსი იყო ეხლა ხანს ხო? და ანუ ვიცით ჩვენ უკვე მრავალწლიანი გამოცდილებით თეორიითაც ვიცით რომ მარსი როცა ჩერდება, ხო? ანუ რას ნიშნავს რეტროგრადულობა მარსის?
თვითონ მარსი ფიზიკურად თვალით ჩანს ახლოს არის დედამიწასთან რა თვალით შეგიძლია მარტივად ღამე თუ კარგად გილას გახვედი შეგიძლია შეხედო ჩვენ ყველა ვიცით ეს რომ აქ ხდება აგრესიის მომატება და როცა ჩერდება მარსი ანუ ჩერდება რას ნიშნავს ანუ ეს ჩვენ ვიზუალურ აღქმაში თუ სამდროში კი არ ჩერდება ხო ჩვენ ვიზუალურ აღქმაში რადგანაც ამ სისტემაში ვიმყოფებით ნახეთ ვიცით რომ ეს ყველაზე აგრესიული პერიოდია ზუსტად აფეთქებები დაიწყო იმ რა ქვია აქციებზე ყველაზე რთული პერიოდები და ყველაზე აი სისხლიანი პერიოდები ზუსტად მაგ პერიოდში იყო ნახეთ ამიტომ ეხლა მაგრამ სხვა დროს 2 წლის წინ სიტყვაზე რო იყო მარსი რეტროგრადული სხვა ადგილას იყო რეტროგრადული იქ არის კონკრეტული ნახეთ კონკრეტულ თქვენ რო კონკრეტულ ადამიანზე მეუბნებით სპორტსმენზე და იმაზე ნახეთ ანუ იმას თავისი რუკა აქვს ნატალური ნახეთ თავისი ენერგეტიკული წერტილები ნახეთ აი ის მარსი რომელსაც თქვენ ამბობთ ხო ის მარსი აქ რო კონკრეტულ წერტილში დაუდგა რაღაცას შეეხო იმ კონკრეტული ადამიანის რუკაში ის აღახსნო ნახეთ და ამ რუკაში არაფერს არ შეეხო ამიტომ ამან ეს პერიოდი გაიარა როგორც შვენიერი პერიოდი და ამას დაარტყა გასაგები ანუ ამაზეა საუბარი ნახე იმ კონკრეტულ ადამიანს შეეხო ნახეთ ნუ ხო ხვდებით არა ამას დაარტყა ამას არა არ ნიშნავს რომ ყველასთვის იქნება არც ის კარგი მაგალითად ხო ეს კარგი პერიოდები არ ნიშნავს რომ იგივე არ ნიშნავს რომ მე შენს და იმასაც ექნება აი პირდაპირ ხო ლატარეის მოგების პერიოდები არის ხოლმე ვამბობ ხოლმე კიდევაც ლატარეის მოგების პერიოდი კი არ ნიშნავს რომ ყველა ლატარეას მოვიგებთ იმ კონკრეტულ ადამიანებს ვისაც ის შეეხო და ამის პოტენციური მაჩვენებელი აქვს რუკაში იქ გაიხსნება იმუშავებს დანარჩენებთან არა თორე მაშინ ხო ყველა მედნიერები ვიქნებოდით არა მადლობა კალბატონელია გაიხარეთ მოვიხიბლე თქვენთან საუბარი მე აღფრთოვანებული ვარ იმით რომ აი ესე თავისუფლად ვისაუბრეთ ძალიან დამბეჭდავი განათლება გაქვს ძალიან მომეწონა თქვენთან საუბარი ძალიან მომეწონა იმიტომ რომ ვიცი რომ არის რაღაცა თემები რომელზეც ჩვენ ძალიან ღრმად შეგვიძლია საუბარი სულიერების კი დიახ ანუ ისეთი პრაქტიკების რომელიც მაინც მოწყვლადი კი არ არის ადამიანი არ არის ესეთი ხო ადამიანს ჭირდება ეს ემოციური ასე თქვათ გამოვლენა ემოციებიც რაღაცა შეიძლება მაშინ ძალიან ბევრი ირაციონალური რა თქმა უნდა ადამიანი ემოციური არსებაა და ძალიან ბევრ ირაციონალურ გზებსაც კი ეძებს რომ თავისი ემოციების გამოხატვა შეძლოს და ამ ირაციონალობაში მე ძალიან ბევრ რაციონალურს ვხედავ. რა თქმა უნდა. ანუ სამყაროში ასეა ზოგადად, ნახეთ, როგორც ინი და იანი, ხო? ანუ არასდროს არ გადადის ბოლომდე ერთმანეთში, მაგრამ ერთად არსებობენ. ასევე რაციო და ირაციონალური. ზოგ ადამიანს უფრო ირაციონალური აქვს და შურს ხოლმე იმ ადამიანების, ვინც უფრო ირაციონალურია და მენტალობა ასე არ აწუხებს და ვინც თავის ინტუიციით უფრო სწრაფად აკეთებს დასკვნას, ვიდრე მე ჩემი დაუშვათ მენტალური სქემებით. დიახ, ანუ მე არასდროს არ მქონია მცდელობა, რომ ვინც დაუშვათ მორწმუნეა, ვინც დაუშვათ ის მას მე მასში ვხედავ იმ რაციოს, იმიტომ რომ ეს არის კონკრეტული საშუალება მისი წონასწორობისა სამყაროსთან. რა თქმა უნდა, არასდროს ადამიანს არ უნდა შეუშალო ხელი. ანუ თუ ადამიანმა თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ანუ თვითონ უნდა იგრძნოს რაღაცით უკმაყოფილება და თვითონ უნდა დაიწყოს ძიება. ეცე მე მინდა ბოლოს თქვა, მე რო ვიყავი, ну დაახლოებით, ეხა მე ყოველთვის ასეთი ვიყავი ბავშვობიდან და უკვე 16-17 წლიდან რაღაცა მაინტერესებდა, მაგრამ რა კონკრეტულად ვერ ხვდებოდი და რო ჩაუვლიდი ეკლესიას და იქ რო ნახულობდი პატარა ბიჭების ტიქაროსნები რო იდგნენ შორიდან უყურებდი და ფიქრობდი ვაი მე რა ბედნიერები არიან როგორი რწმენა აქვთ და მე რატოს უკითხვები მაქვს აი მაშინ მაწუხებდა ეს კიდე რატოს უკითხვები მე ვიდან ჭამოდი ამ კითხვებისგან იმიტომ რომ ეხა მე როდის ცხოვრობდი დინოზავრების პერიოდში და იმაში წიგნები არ იყო ამ თემაზე ხო ანუ აკრძალული იყო ყველაფერი და შესაბამისად რომ ბევრი კითხვები მქონდა, პასუხები არ იყო იმასე და აი პირველი ასტროლოგიური წიგნი რო ჩამივარდა ხელში
გადაქსეროქსებული ტექსტი არ ჩანდა ერთის გამო იმითი რა ქვია ასოები არ ჩანდა იქა და რო წავიკითხე ეს პირველი წინადადი მეგობრებო ეს ხომ მე ვიცი ანუ ეს ხო ჩემია და მაშინ მივხვდი რომ ეს იყო ჩემი ხო ასე რომ ყველას აქვს თავისი გზა და სხვათა შორის მინდა გითხრათ აი მე ვიცნობ ერთ მამაოს მაგალითად რომელიც აუცრება ადამიანი რომელსაც აბსოლუტური ეზოთერული ცოდნა აქვს და აი ნუ ეს კიდე ცალკე სალაპარაკო თემაა და ადამიანი თუ ადამიანს კითხვები უჩდება ხო ის იმას იქ პასუხებიც მოვა. მადლობა. გაიხარეთ. მეგობრებო, ეს გახდათ გადაცემა პროექტი ვერიტას. მე მისი წამყვანი ირაკლი მეფარიშვილი, სტუმარი ლია პარათაშვილი. გაიხარეთ, მადლობა. ძალიან საინტერესო საუბარი გქონდა, შევხვდებით მომავალ კვირას. ნახვამდის.